არალეგალური იმიგრაცია კარგად ორგანიზებული სქემაა მათთვის, ვისაც ევროპის ისლამიზაცია სურს. თქვენ ჩვენი ქვეყნები არალეგალი მიგრანტებით გაავსეთ და ეს გერმანიისა და საფრანგეთის სურვილისამებრ გააკეთეთ. ჩვენ ფაქტობრივად ჩვენივე დანაზოგებიდან ვაფინანსებთ მუსლიმებს, რომელთაც ბრძულ ვართ და რომელთაც სურთ ჩვენი ქალაქები გეტოებად აქციონ. ისინი კლავენ და აუპატიურებენ ევროპელებს და ამას ალაჰის სახელით სჩადიან. მთელი კონტინენტი სავსეა მუჰამედებითა და მაჰმუდებით. პრაქტიკულად ვეღარ იცნობთ ევროპას. თუმცა კვლავაც არსებობს გამოსავალი. უნდა გავაძლიეროთ საზღვრის დაცვის მექანიზმები იმიგრანტებისგან ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში. ისინი, ვინც ევროპაში არალეგალურად ჩამოდიან, არ უნდა იღებდნენ სახელმწიფოსგან არანაირ სოციალურ დახმარებას და შესაბამისად არც თავშესაფრებში უნდა თავსდებოდნენ. ისინი უნდა დავაკავოთ, ჩამოვართვათ ტელეფონები და მათი დეპორტაცია უზრუნველყოთ იქიდან, საიდანაც მოვიდნენ. შეწყვიტეთ მათთვის სუბსიდიების გაცემა და დააფინანსეთ მათი დეპორტაციისთვის საჭირო ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნები უნდა იყვნენ უნგრეთი და პოლონეთი. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ ჩვენს საზღვრებს, არასასურველი სტუმრები არიან. ასე რომ აუცილებელია ახლავე დავიწყოთ მასობრივი დეპორტაციები. ამისათვის საჭირო თანხები გვაქვს, ისევე როგორც გვაქვს აეროპორტები და იზოლატორები. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.